როგორაა მოწყობილი მსოფლიოში ყველაზე დაცული ციხე? როგორ პირობებში ცხოვრობენ პატიმრები ცნობილ ციხეებში და როგორ იცავენ ყველაზე სახიფათო დამნაშავეებს, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჭილი? ამ ეპიზოდში იმ ციხეებს გაჩვენებთ, საიდანაც გაქცევა არავის შეუძლია. ალბათ უმეტეს ჩვენგანს ფლორენციის ციხის შესახებ არაფერი სმენია. არა და სწორედ ეს ციხე, ცნობილი როგორც მთის ალკატრასი, მსოფლიოში ყველაზე უკეთ დაცულ ციხედ ითვლება. იქიდან გაქცევა შეუძლებელია. ფლორენცი მაქსიმალურად მკაცრი რეჟიმის მქონე ციხეა და ამიტომაც იქ უსაფრთხოების ზომებიც უმაღლეს დონეზეა. 1994 წელს გახსნილი ფლორენცი 490 პატიმარზე იყო გათვლილი, მაგრამ დღეისათვის იქ სასჯელს მხოლოდ და მხოლოდ 344 პატიმარი იხდის. ეს რიცხვი არც თუ ისე ბევრია იმ ციხისთვის, რომლის ტერიტორიაც 20 ჰექტარია. მიუხედავად ამისა, ამ ადგილას მსოფლიოში ყველაზე საშიში დამნაშავეები არიან განთავსებულნი. ციხის პროექტირების დროს ხელისუფლებას იქ ისეთი პირობების შექმნა სურდა, სადაც თანამშრომლებზე თავდასხმისა და გაქცევის რისკი მინიმალური იქნებოდა. და მათ ეს გამოუვიდათ. ციხეში უსაფრთხოების 6 დონე მოქმედებს, დაწყებული უმაღლესი დონიდან დამთავრებული მინიმალური შეზღუდვებით. დამნაშავეები, რომლებიც მაქსიმალური შეზღუდვების ქვეშ არიან, ერთადგილიან საკნებში დღეში 23 საათს ატარებენ. პატიმრებმა ისიც კი არ იციან, თუ ციხის რომელ ნაწილში მდებარეობს მათი საკანი. ვიწრო ფანჯრებიდან ისინი მხოლოდ ცას ხედავენ. ერთადგილიან საკნებში დამატებით გისოსებია განთავსებული, რომლებიც კარსა და საკანს ერთმანეთისგან ყოფს. ასე რომ ზედამხედველზე თავდასხმის ალბათობა ნულის ტოლია. ფლორენცში ყველაფერი სქელი ბეტონისგანაა შექმნილი, მათ შორის საწოლები, მაგიდა და სკამიც. პატიმრებს გარესამყაროსთან კავშირი აკრძალული აქვთ და მათ გადაადგილებას მუდმივად უზღუდავენ. ციხეში უამრავი მოძრაობის სენსორია, ხოლო მისი კედლების სიმაღლე 4 მეტრს აღწევს. მოკლედ, აქედან გაქცევა შეუძლებელია. შავი დელფინი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ციხეა. ამასთანავე, ის ქვეყანაში ყველაზე კარგად დაცული ციხეცაა და ეს გასაკვირი არაა, რადგანაც იქ ყველაზე საშიში დამნაშავეები ცხოვრობენ, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჭილი. დღეისათვის ციხეში 860-მდე პატიმარია, ხოლო ციხის პერსონალი 900 ადამიანს აღემატება. კოლონიაში პატიმრები მაქსიმალურ იზოლაციაში ცხოვრობენ. საკნებში 2-დან 4 პატიმრამდეა განთავსებული, ხოლო ყველაზე საშიში დამნაშავეები სასჯელს ერთადგილიან საკნებში იხდიან. პატიმრები მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არიან. საკნიდან გამოსვლისას მათ ბადრაგის გარდა კინოლოგი და ძაღლი დახვევათ. ბადრაგები საკნებს ყოველ 15 წუთში ამოწმებენ, ხოლო საკნებში კართან და ფანჯარასთან დამატებით გისოსებია განთავსებული. ამიტომაც ლოგიკურია, რომ ამ ციხიდან გაქცევა არავის შეუძლია. ალბათ ალკატრასი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ციხეა. დღეისათვის ის აღარ ფუნქციონირებს, მაგრამ ოდესღაც ის ყველაზე დაცული ციხე იყო. ამიტომაც მის შესახებ ის ადამიანებიც კი საუბრობდნენ, ვისაც კრიმინალთან საერთო არაფერი ჰქონდა. თავის დროზე ალკატრასში მსოფლიოს ყველაზე საშიში დამნაშავეები იყვნენ განთავსებულნი, რომელთა შორისაც იყო ალ კაპონე, განგსტერი, ტყვიამფრქვევი კელი და ბამპი ჯონსონი. ალკატრასიდან გაქცევა შეუძლებელი იყო თუნდაც იმიტომ, რომ ის სან-ფრანცისკოდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ კუნძულზე მდებარეობდა. ამერიდან გასვლაც კი წარმოუდგენლად რთული იყო, რომ აღარაფერი უთქვა იმაზე, რომ გაქცევის შემთხვევაში პატიმარს ძლიერ დინებასთან შერკინება მოუწევდა. ციხის ირგვლივ უამრავი კოშკი იდგა, ხოლო ციხის კორპუსის პერიმეტრს ზედამხედველები მუდმივად აკონტროლებდნენ. თითქმის 30 წლის განმავლობაში 1963 წელს მის დახურვამდე ალკატრასიდან გაქცევა მხოლოდ 3 პატიმარმა მოახერხა. ფრენკ მორისმა, კლარენს ენგლინმა და ჯონ ენგლინმა 1962 წლის ივნისში წარმოუდგენელი გაქცევა განახორციელეს. ისინი ვერ სადიპოვეს, ამიტომაც ადამიანთა უმეტესობა თვლის, რომ გაქცეულები ძლიერმა დინებამ იმსხვერპლა. ალკატრასიდან გაქცევა იშვიათი გამონაკლისია, რადგანაც როგორც წესი, ასეთი ციხეებიდან გაქცევა შეუძლებელია და შემდეგი ციხე ამ ფაქტს ნამდვილად ადასტურებს. პორტლიში, ირლანდიაში მდებარე მცირე ზომის ქალაქია. მისი მოსახლეობა მხოლოდ და მხოლოდ 20,000 ადამიანს შეადგენს. მიუხედავად ამისა, ეს ქალაქი მთელს მსოფლიოშია განთქმული, რადგანაც იქ ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაცული ციხე მდებარეობს. ყველაფერთან ერთად ის ერთ-ერთი უძველესი ციხეცაა იმ ციხეებს შორის, რომელიც დღეისათვის ფუნქციონირებს. ის 1830 წელს აშენდა. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში იქნება ბრალდებული, სწორედ ამ ციხეში გზავნიან. ციხეს მუდმივად აკონტროლებს ირლანდიის არმია. სპეციალური ქვედანაყოფები, რომლებსაც ციხის დაცვა ევალებათ, მას იარაღებითა და ტყვიამფრქვევებით იცავენ. მთლიან პერიმეტრზე მაღალი კედლებია აგებული, რომლებზეც უამრავი კამერა და მოძრაობის სენსორია განთავსებული. ციხე 399 პატიმარზეა გათვლილი, მაგრამ დღეისათვის სასჯელს იქ 120 ადამიანი იხდის. ხელისუფლება ფიქრობს, რომ რეგიონის ყველაზე საშიში დამნაშავეებისთვის ასეთი კონტროლი გამართლებულია. მაშინ, როდესაც დასავლეთში ძირითადი მნიშვნელობა ფიზიკურ ბარიერებსა და მაქსიმალურ იზოლაციას ენიჭება, აზიაში დამნაშავეების გამოსწორებას უძველესი ტრადიციებითა და ჯოჯოხეთური პირობებით ცდილობენ. ყოველ შემთხვევაში, ასეთი სიტუაციაა კუჩიში, ციხეში, რომელიც ტოკიოს გარეუბანში მდებარეობს. ის მსოფლიოში ყველაზე მკაცრ ციხედ ითვლება. იქ ადამიანებს არ სცემენ, მათ ფსიქოლოგიურად ანადგურებენ. იაპონელები თვლიან, რომ ციხის ძირითადი ფუნქცია დამნაშავის აზროვნების შეცვლა. ამიტომაც კუჩიში უამრავი მკაცრი და უცნაური კანონი მოქმედებს. მაგალითად, პატიმრები შეხვედრების
რის დროსაც კი ვალდებულნი არიან, რაც შეიძლება ნაკლები ილაპარაკონ. გარდა ამისა, ზედამხედველებისთვის თვალებში შეხედვა აკრძალულია. ჭამის დროს კი სხვა პატიმრებთან საუბარი არ შეიძლება. იმ შემთხვევაში, თუ პატიმარი სხვა პატიმრისკენ გაიხედავს, ის შესაძლოა მკაცრად დასაჯონ. თუ პატიმარი არასშესაფერის დღეს მხოლოდ ტანის დაბანვის გარდათ მასაც დაისველებს, მას კარცერში ჩაკეტავენ. ყველაფერთან ერთად, კარცერში პატიმრები ვალდებულნი არიან მუხლებზე საათობით იდგნენ. ეს ყველაფერი კი იმიტომ კეთდება, რომ პატიმრებს კანონის დარღვევის სურვილი აღარ ჰქონდეთ. ასეთი კონტროლისა და სიმკაცრის გამო ამ ციხიდან გაქცევა არავის შეუძლია. სინჩენის ციხე ჩინეთში მდებარეობს და ის არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაცული ციხეა. პეკინის სიახლოვეს მდებარე ციხეში ძირითადად სასჯელს პოლიტპატიმრები და კორუმპირებული ჩინოვნიკები იხდიან. პატიმრებს იქ სახელები არ აქვთ. მათი იდენტიფიცირება მხოლოდ რიცხვებით ხდება. შიმშილი, მკაცრი კონტროლი, რთული სამუშაო და სხვა შეზღუდვები ეს ის მცირე ჩამონათვალია, რასთან გამკლავებაც პატიმრებს უწევთ. იქიდან გაქცევა შეუძლებელია. ციხის კოშკები მსოფლიოში ყველაზე მაღალ კოშკებად ითვლება. პატიმრებს თვალყურს 5000-ზე მეტი პოლიციელი ადევნებს. ცოტა ხნის წინ ციხე კიდევ უფრო გაუმჯობესეს და ის თანამედროვე კამერებით აღჭურვეს, რაც ამ ციხიდან გაქცევას კიდევ უფრო შეუძლებელს ხდის. ინდოეთში მუმბაის ცენტრალური ციხე არტურ როუდის ქუჩაზე მდებარეობს. ეს ქალაქის ყველაზე დიდი და ძველი ციხეა. ის 1920 წელს აშენდა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მუმბაის ბომბეი ერქვა. მას შემდეგ ქალაქი იმდენად გაიზარდა, რომ ციხე საცხოვრებელი უბნების შუაში აღმოჩნდა. დღეისათვის ციხის ტერიტორიასთან მატარებლის ლიანდაგი გადის. ამიტომაც მის მგზავრებს ციხის დანახვა ახლოდან შეუძლიათ. ციხის მთავარი პრობლემა არასაკმარისი ადგილებია. ის 800 ადამიანზეა გათვლილი, მაგრამ დღეისათვის იქ სასჯელს 2500 დამნაშავე იხდის. პატიმრების უმეტესობას იატაკზე სცინავს. ერთადგილიანი საკნები ამ ციხეში საჩუქარი უფროა ვიდრე სასჯელი. ციხეში საშინელი პირობებია, ხოლო პატიმრების დიდი რაოდენობის გამო იქ დაავადებები მარტივად ვრცელდება. ყველაფერთან ერთად ციხე ცნობილია იმითაც, რომ იქ პატიმრებს საშინლად ექცევიან, მაგრამ ამ ციხის ცხოვრების შესახებ საკმაოდ მცირე ინფორმაცია არსებობს. ძირითადად იქ საშიში დამნაშავეები ჰყავთ განთავსებულნი. ციხიდან არავინ გაქცეულა, მაგრამ გაქცევის მცდელობები ნამდვილად იყო. მაგალითად, 2017 წელს ერთ-ერთი პატიმარი მშენებლობისთვის განკუთვნილ კიბეზე აძვრა და ციხის კედელს გადაახტა, მაგრამ ის მიწის ნაცვლად პოლიციის მანქანაზე დაეცა. ამიტომაც ის ისევ დააპატიმრეს. ამის შემდეგ ციხეს უმკაცრესად იცავენ. როგორ ფიქრობთ, ოდესმე შეძლებს ვინმე ამ ციხეებიდან გაქცევას? დაგვიწერეთ კომენტარებში და არხის გამოწერაც არ დაგავიწყდეთ.